სანამ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მინიმალური შანსი გვექნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ბიჭა, შენ ხარ ქართული ფეხბურთის და არა მარტო ფეხბურთის სიამაყე. ერთი რასაც აი მართლა ნამდვილად ვერ გასწავლით, ეს არის ფეხბურთის თამაში. მოაწერე პროფესორო ხელი. მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის არ არსებობს ესეთი თამაში. ნაკრებში ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. რაც შეიძლება უნდა გავიწუროთ, რომ ჩვენი ქვეყნის დროშა რაც შეიძლება მაღლა ავიტანოთ. აი უბრალოდ მითხარი, არსებობს ჩვენთვის ასეთი მატჩი, რომელშიც შეიძლება ჩვენ ბოლომდე არ დავიხარჯოთ, ან უნდა გამოვიდეთ და წავივარჯიშოთ, თუ როგორ ხდება. აი დაუშვათ და ესპანეთის და თურქეთის ნაკრებთან ამ ეტაპზე დაუმარცხდით და შანსი ძალიან მინიმალური გახდა და პრაქტიკულად არ გვაქვს. ესპანეთის ნაკრებთან ნოემბრის მატჩს, რომელიც სახში გაიმართება და ბულგარეთთან შეხვედრას, რომელიც გასვლაზე გაიმართება, ამას არ თამაშობთ ბოლომდე? თუ შანსი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებ და თუ არა გვაქვს, ამაზე რა პასუხია? ხვანაირად არ გამომყვეთ ახლა. ძალიან კარგად იცით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პირველი თუ არა მეათე უფლებადამცველი ვარ მე ამ სოციალურ პლატფორმაზე. აქვს მნიშვნელობა აი ამ წინადადებას, რომელი ფეხბურთელი წარმოსთქვამდა. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი აზრი მექნებოდა. ეროვნულ ნაკრებში ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. შანსის მიუხედავად. აბა, პროფესორო, რას ფიქრობ? სანამ მინიმალური შანსი გვექნება, იქამდე უნდა ვიბრძოლოთ თუ ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა არის საჭირო? დღევანდელი შეხვედრის შესახებაც გამოუშვი ანგარიში. რაღაც ბევრმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს მოიგებს. გჯერა თუ არ გჯერა? მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე